მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ესე უცებ, როგორც ყოველთვის, უცებ, გაშლა უნდა შემოგთავაზოთ. რა არ უნდა გააკეთოთ? რჩევა სამყაროსგან, რატომ არ უნდა გააკეთოთ? აღნიშნული ქმედება, იმიტომ რომ ეხლა რაღაც ისეთი ენერგიები მოდის, ჩემი გოგოებიდან, ვიღაცები ცდილობთ რაღაც ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც შემდეგ არ გამოგადგებათ. ესეთი შეგრძნება მაქვს და მოდი აბა ვნახოთ, რა არ უნდა გააკეთოთ, ან რასაც აპირებთ, რატომ არ უნდა გააკეთოთ, ესე ვნახოთ. და ვარიანტიც იყოს, ეს იყოს პირველი ვარიანტი და ეს იყოს მეორე ვარიანტი. პირველი, მეორე. ვნახოთ, რას გვირჩევს ტარო. ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, მოგესალმებით. შევხედოთ რა ენერგიებში ხართ ამჟამად, ჯერ არ ვიყვიო. აშკარად რაღაც გადაწყვეტილება, რაზეც წეღან ვისაუბრე, ჩანს რომ დიდი ხანია ქმუდავთ ამასთან დაკავშირებით, დიდი ხანია გაქვთ იდეა, მაგრამ თავშეკავებას მაჩვენებს დიდხნიანს. თან ისეთი საკითხია, რაზეც აქ პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, უმეტესობა არ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით არავისთან, აი გულში გაქვთ, გულით ატარებთ ამ რაღაცას. ვერავის ვერ უმხელთ, ვერც აკეთებთ. და ამჟამინდელ ენერგიებშიც აი ამ საკითხზე ხართ მთლიანად ორიენტირებული, მინდა ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე თქვენთვის აი ეს საკითხი. მისი გადაჭრა არის მნიშვნელოვანი. მოდი ვნახოთ, რატომ არ უნდა გააკეთოთ ის, რასაც ისედაც მერყეობთ. აქ ესე ვთქვათ, ნახევარი, ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ პირველი ვარიანტი, პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით ფიქრობთ არასწორი არჩევანის გაკეთებას. შესაძლებელია ამ მომენტში თქვენ არასწორ ადამიანს ცდილობდეთ, რომ მისცეთ შანსი. და აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ მოგიტანთ იმ სტაბილურობას, იმ სერიოზულობას, რასაც, ასე ვთქვათ, ფიქრობთ. იმიტომ რომ თქვენი ადამიანი, ვისაც ასე თქვენ ადამიანად მოიხსენიებთ, მთლიანად თავის თავზე შეყვარებული ნარცისი პიროვნებაა და ვერანაირად ვერ მოგანიჭებთ ეს ადამიანი თქვენ ისეთ სითბოს სიყვარულს, როგორსაც იმსახურებთ. კიდევ ვნახოთ. ეს ადამიანი არის თავის თავში ჩამოუყალიბებელი პიროვნება, უყვარს საქმეების შუაგზაზე მიტოვება, არ არის სიტყვის კაცი, არ აქვს მნიშვნელობა მის ასაკს, მდგომარეობას. ეს ადამიანი არის როგორც პატარა ბავშვი. და რჩევა. აუცილებლად მიეცით შანსი მეორე პიროვნებას. აი პირდაპირ, ესე იგი ორი ადამიანი არის, როგორც ჩანს თქვენთან და რომლისკენაც ამჟამად იხრევით და ფიქრობთ, რომ აი ეს ოჯახის ადამიანია და ეს სანდო ადამიანია და მე მას უნდა დავეყრდნო. ნამდვილად არ არის ასე. და ეს მეორე პიროვნება დიდი ხანია გთხოვთ შანსს და როგორც ჩანს არ აძლევდით ამ შანსს და ახლა ტარო გეუბნებათ რა არ უნდა გააკეთოთ, ესე იგი თქვენ ამჟამინდელ ჩაფიქრებულ პიროვნებას ხაზგასმით. ესე უნდა წითელი ძახილის ნიშნები უნდა დავსვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა გადაიფიქროთ. სხვა შემთხვევაში შემდეგ აი ეს მეორე პიროვნება მოგენატრებათ. და ძალიან რთული იქნება მე მასთან დაბრუნება. კი არა და საერთოდაც ვერ დაბრუნდებით. მოდი ესე ვთქვათ. კარგი ეს, ვინც პარტნიორებს, რაღაც პარტნიორთან დაკავშირებით იფიქრებს, ხო? კარგი, აბა, მეორე შეკითხვა კი არა და როგორ დაბრუნებლები ხართ? მეორე კატეგორია ავიღოთ პარტნიორს, როცა არ ეხება საქმე და რატო არ უნდა გააკეთოთ რაღაცა ჩაფიქრებული, ხო? პირდაპირ გეუბნებათ ტარო
ადგილის დატოვებაზე არის რაღაციდან ვიღაცისგან მაინც არ შეიძლება არ იყოს აქ უკვე პარტნიორი შეიძლება კი არ იქნება აქ არის შესაძლებელია მეგობრობა აქ არის შესაძლებელი სამსახურის თემა ნებისმიერ რაზეც ამჟამად თქვენ ფიქრობთ აუცილებლად უნდა წამოხვიდეთ რა არ უნდა გააკეთოთ არ უნდა დარჩეთ იქ იმიტომ რომ იქ ყველაფერი უკვე რაც იყო ისეთი აღარ განმეორდება, ანუ როგორცაც ადრე რაღაცა კარგი პერიოდი გქონდათ და ეხლა რაღაცნაირად თითქოს კიდევ ფიქრობთ, რომ აი ხომ არ ვაცადო ცოტა ხანი ხომ არ გავჩერდე არანაირად. არ აქვს მნიშვნელობა, ადგილია, ადამიანია, აუცილებლად უნდა დაასრულოთ საბოლოოდ, ჩამოუშვას ფარ და დამთავრდეს ეს კინო. თქვენ უნდა გადახვიდეთ რაღაცა ახლა ადგილას. თქვენ უნდა სხვა ადამიანი გაიჭრა და საჯარო გაშლა და იმიტომ ვიძახი აუცილებლად დაასრულეთ აუცილებლად წამოდით აი ესეთია რა არ უნდა გააკეთოთ კიდევ აქაც ვიმეორებ რატო აქ რაღაცა მასწავლებლებიც არიან როგორც ჩანს და ეს მასწავლებლის რაღაცა ტონივით მქონდა მასწავლებლებო და ვინც ხართ ყველა მიცოდეთ რომ ჯობია ცოტათი გულნატკენი წამოხვიდე და ახალი დაიწყო, ვიდრე გაჩერდე ისეთ ადგილას, სადაც ნელ-ნელა შეგჭამე. აი ესეთი ამბებია. ახლა მოდით გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, მოგესალმებით მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ ახლა როგორ ენერგიებში ბრძანდებით. მეორე ვარიანტი ძალიან უყვარს, როცა ესე მოწიწებით მიმართავენ. ну შესაძლებელია ესეც ექცევა ხალხი რაღაცა ისეთი პოსტი გიჭირავთ, ისეთი ადგილი გიჭირავთ საზოგადოებაში. დიდი პატივისცემით სარგებლობთ აშკარად და თქვენს, ასე ვთქვათ, იფერებთ ამ ყველაფერს. ნახოთ თქვენი ენერგიები. არც იქანა მიმიღონ, არც აქანა, აი რაღაცა ამდაგორ მომენტში ხართ. ფაქტიურად აქაც გზა გასაყარი არის. მეორე ვარიანტი ამ ეტაპზე ცდილობს არ აყვეს უცებ შემოწოლილ ემოციებს. იმიტომ რომ ეშინია, სხვათა შორის ძალიან დაკვირვებულია მეორე ვარიანტი, ძალიან ჭკვიანი ადამიანები მიყურებთ, ინტელექტუალური ადამიანები მიყურებთ აქ. არ გჩვევიათ ემოციებზე აყოლა, მაგრამ რაღაცა მაინც თქვენს ადამიანი ხართ და როგორც ჩანს რაღაც სიტუაცია ცოტათი აგაფორი აქათ. მეორე ვარიანტი ამ ეტაპზე მენტალურად შესაძლებელია მაინც და მაინც ისეთ შვიდად არ იყოს. მეორე ადამიანი არის პირმოცინარი, ხიარული, მეგობრული, მაგრამ შინაგანად ძალიან დეპრესიული, მელანქოლიური, სტრესები და ბევრი რაღაც გაქვთ გადატანილი, მოკლედ და ამ ეტაპზე თითქოს აი ამ თქვენი მხიარული იმიჯითაც დაიღალეთ. რაღაცნაირად თითქოს გინდათ რომ ხალხი გეიცნობდეთ მეორე მესაც, როგორც მეორე მე რაც გაქვთ. გავაგრძელებ, გაითიშა ვიდეო. მეორე ვარიანტი ღიზიანდება თავის ახლო გარემოცვისგან, ვიღაც კონკრეტული ადამიანისგან. როგორც ჩანს, თქვენ ვერანაირად ვერ ახერხებთ იმ ადამიანთან იყოთ ხიარული, ლაღი, ვიღაცამ თითქოს წაგართოთ ეს ყველაფერი, აი ეს ღიმილი მოგბარათ. და ამ ადამიანიდან გამომდინარე თითქოს რაღაც პერიოდი გაქცევა გინდებათ და აღარც ხვებთან არ გინდათ ესეთი რომ იყოთ. აქ ძალიან რაღაცა ემოციური პიროვნება მეყურებს. ნუ ამჟამინდელი ენერგეტიკა ასეთი არის, რომ ადამიანი თითქოს მარტო გრძნობს თავს და უწევს გამკლავება მარტო რაღაცა დამამძიმო მეორე ვარიანტმა. მოდი ვნახოთ რა არ უნდა გააკეთოთ მეორე ვარიანტი. არ აყვეთ ცდუნებას არ აყვეთ არანაირად. ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ, კარტები გადმომიცვივ და ვნახოთ რა ჩქარობს, რა ხდება, რაღაცა რა ასეხება ეს.
აი ამ სტუნებას ეხება, აუცილებლად უნდა გაუშვათ. შესაძლებელი არის თქვენ ცხოვრებაში გაჩნდეს პიროვნება, მაინც პირადი ამბები არის აქტუალური, როგორც შეიძლება გაჩნდეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომელთანაც ასე ვთქვათ, დიდ მიზიდულობას იგრძნობთ, ფიზიკურად ძალიან მოგეწონებათ, მაგრამ ემოციურ მხარდაჭერას ვერ მიიღებთ, რა არ უნდა გააკეთოთ, თქვენ ხართ იმპერატრიცა, თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ადამიანი, სანდო, კეთილი, ემპათიური, გრძნობიარე, გულთბილი, აი სიტყვით შეგეძლოთ ადამიანის მორჩენა, ისეთი ხართ, გვერდში დგომაც იცით და ეს ადამიანი, ხო? ეს ამ ყველაფრისგან ძალიან შორს არის, ასე ვთქვათ. რა არ უნდა გააკეთოთ, ამ ადამიანთან არ უნდა შეხვიდეთ ურთიერთობაში და თუ უკვე შეხვედით, უნდა გაეშვათ, ჩაეხსნათ. თან თქვენც იცი როგორ ხართ, აი შუაზე ხართ გახლეჩილი, მაგრამ აი ბოლომდე სიძლიერე არ ყოფნით, რომ წამოხვიდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაეხსნათ. თქვენ ახლა ამ ეტაპზე გონიათ თითქოს ამ ადამიანთან თუ არ იქნებით რაღაცა მარტოობაში მოუკვდები და ცოტა დრამები მოდის, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ასევე მინდა ვთქვა, მეორე ვარიანტს არ უნდა შეეშინდეს კიდევ, მეორე ვარიანტიც ხო კიდე იყოფა კიდე ქვეჯგუფებად, ხო? ვინც ფინანსურ საქმესთან დაკავშირებით რაღაც ხელმოწერას აპირებთ, რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერას, რაღაცის გადაფორმებას აპირებთ, ხო? რა არ უნდა გააკეთოთ? ეხლა არ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი, აქ რაღაცა არის გამორჩენილი, აუცილებლად ბოლომდე უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს, ბოლომდე გაიაროთ ყველაფერი, გადახედოთ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ აქ არის გულის წყვეტის ამბავი, შესაძლებელია ეს რაღაც რაც გამოგრჩებათ, მერე უკვე სანანებელი გაგიხდეთ. ნახოთ კიდევ რა არ უნდა გააკეთოთ. სამოგზაურო წასვლას ვინც აპირებთ მეორე ვარიანტში. ბევრი პასუხისგებლობა არ უნდა იყოთ თქვენ თავზე, მარტო ვინც არ მიდიხართ, უნდა იცოდეთ, რომ ბოლო წუთებში არ ასე ვთქვათ, შეგაჩეჩონ თქვენ არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის დამატება, რაღაც თანხებთან კავშირში არის და ვინც მიდიხართ, გაარკვიეთ მეორე მხარეს რამდენი საშუალება აქვს, რაღაცნაირად ბოლომდე არ გამოგამცამტვეროს პიროვნება. თითქოს გაიმედებთ, მაგრამ ბოლო წუთში შეიძლება გიღალატოთ და გაგაბრაზოთ, ასე რომ ხარჯები წინასწარ დაითვალეთ. აი ესეთი ამბებია. მადლობას გიხდით ორივე ვარიანტს და გისურვებთ სიმშვიდეს, წარმატებას